დილამშვიდობისა. შენ როდესაც იქ? 6-ზე. მე რატომ არ გამაღვიძე? უნდა გამაღვიძებინე, მაგრამ გეტყობოდა კარგ სიზმარს ხედავდი და შემეცოდი. სიზმარი სულ არ მინახავს. თუმცა ჩავთო ერთი წუთით. ჩართე რა თქმა უნდა. ანიკო, გინდა მე გავასწორო. არ გიზარება? ნიშნებსაც მე დავუწერ. ოღონდ თქვა ხელის მოწერი დავიდასტურეთ. საუზმე მზად გახლავთ. გთხოვთ, ქალბატონო ელენე. მადლობთ. თქვენ ჭირმე კაცი დაგვიჭირს. სად არის? თქვენს პუნქტში. მოითმინეთ ახლავე. ელენე. გამიშვი მე მაგისი. ცოლშვილი არა თუ დამოვწყვიტო. გამიშვი. ექიმი მოდის, ექიმი სირცვილია. ხო, რა დღეში არის? გამარჯობა. რა ამბავია თქვენს თავს? ნუ შეყრიბ თელ სოფელს. წამოდი. დეიდა და რომ მოხედეთ. ყველა ერთად უნდა დაგაყენო. მოგასხარ ნავთი და წაგიგიდოთ ცეცხლი. შენი კაციცა. პირველ ის უნდა დააყენო სწორედ. აბა? რა არის? რა საჭუბარინე წაივიცოთ. გაწყდა თქვენი სისილა. გისმენთ? დიახ. სად? რა მოვიდა? კარგით, ახლა ვიმოვა. დეიდა და რომ მომიმზადეთ წნევის აპარატი. აქ, ქალბატონო ელენე, აქ. ანდე დალახია. მადლობთ, ნუ წუხდებით. თქვენ ისე მოიქეცით, როგორც გითხარით. ყველაფერი რიგზე იქნება. დიდი მადლობა, ქალბატონო ელენე, იჩოცხლე. რატომ დგახარ მან ფეხში შველი? არ გეშინია რომ გაცივდე? ჰა? შენ რა ენა არა გავს? ექიმო, ქალბატონო ელენე, თქვენთან მოვდიოდი, მითხრე საქეთ ჩაიარაო. კიდე კარგი გნახეთ, ბიჭი გაგეხდა შეუძლოდ, ჩემი შვილიშვილი, თალიკოსი. იქნებ გასინჯო შენი დედმამის გახარებამ. კარგით, როგორი ბრძანდები? ჩვენა ზიზიაშვილები ვართ. ბიჭი კიდე ბეჟიტაშვილი, ილუშასია. აი, რა კარგის ტალიბა. ჟანგიან ილუშას რო ეძახიან. აი, აკეთა გენაცვალი, აკეთა. მე უბედური სულ გამოვპრუდი. ახლა რო იცოდე, წელკი რომა. იმისი ხელფეხი არ გაჩერდება. რა კარგია ექიმო რო გნახე. მოგძალით გენაცვალი, მოგძალით. ათეს შეთავ. მოშორდი აქედან. ნუ გეშიდი ექიმო. გამარჯობა. მოგძალით შენი ჭირიმე, მოგძალით.
ძინა? არა, იმალება. ნედომალა მაგას გაგონება რომ არ აქვს ადამიანის სიტყვის. მომარცხე. მართლა გეშინია კაცო. აბა მოიხედა რა გაჩვენო? როგორი რეზინები მაქვს? აი? შენ ლაგატკა თუ გაქვს. ვახტუა მწამართო. აბა ერთი ვნახოთ რატო მოგცა სიცხე და მე ისეთ რეზინებს გიშოვისო თვალები აჭყეტიო იმ შენ ვახტუას. აბა შემომხედე. ხომ არ გეშინია? არა, წამოჯექი. აბა დაიჭირე პერანგი. ნუ მიშლი. გამიღე პირი. თქვი? აბა კიდე აი ყოჩა. ეს რა ბიჭი ყოფილა, მე კი არ ვიცოდი. საშიში ხომ არაფერია. არა, არაფერია. ცოტა ყელი აქვს შეწითლებული. წამალს გამოუწევ და 2 დღეში გაუვლის. რეზინებს მომიტან. გაჩერდი ბიჭო. რეზინებს აუცილებლად მოგიტან ხვალ. ხვალ არა ზეკ. აი როცა ადგები. დოწიქი შემამაწავ. ახლა დაწექი და საბანი დაიხურე. ესე იგი მურაბის ყოფზით 3 ჯერ დღეში. აბა კარგად იყავით. ერთი წუთით ეკი. ნახვამდის დათო. არა თქვენი ჭირი მე ძალიან მეჩქარები. ძალიან გთხოვ. აბა კარგად ასე ბრძანდებოდი. როგორ გაგიშვათ. აქტივად! რეზინებს! უი, მამი აღარ იყავი და მოგიდა. სად გამოსულა ეს საძაგელი ეს? გოგო, მარტო ვინ გიშვებს ეგრე კარგს გარეთ, დედა დარო, გადავწყვიტე წასვლა. თქვენი იმედით მივდივარ. კარგი შვილი. საშიში ავადმყოფი არავინ აყვავს. მეცხვარი შვილების ბავშვს ანგინა აქვს. დრეიძიამოა მოხუცი ქალი. წნევა გაუსინჯეთ. თუ მაღალი ექნა ასწავლეთ როგორ მოიქცეს. რომ არ წავიდე არ შეიძლება. უნდა წახვიდე. ისეთ სიზმრებს ხედავ ამ ბოლო ხანებში მეშინია დედა ავად არ იყოს. წადი შვილო, უნდა წახვიდე მას დედას მიხედვა უნდა. ასეთი ძნელი სამუშაო შემდეგ სასარგებლოდ არ გავლა. ასეც არ შეიძლება გენაცვალე. ჭამაშინ არ გახსოვს და სმა. ნეტა წინა შაფათსაც წასულიყავი. ჭამე? არა, დედა და თქვენი ჭირი ხომ არ შეიძლება ყოველდღე? აგებრიელია. ხო. ხვალ შეიძლება შეშა მოიტანო. მაშინდელივით არ დაყარო. შალიკოსაც ასე უთხარ. ნუ რაფრის დარძინი გექნება შვილი. შალიკოსაც ვეთუ და მეც არ იქნები. აბა, წავედი. თქვენი იმედით მივდივარ, დედა და გენიალურია. მოიცა გაგაცილი. ჩქარა. მე ხვალე დავბრუნდა. შეიძლება ზეგდილით ადრე. ერთი ბავშვის მშობელი მოვა, ტეტრაციკლინი სჭირდება. შეიძლება ვერ იშოვონ და შენ მიეცი.
აქიმი გამაატარეთ ხალხო, აქიმი. მობძანდით. დაბრძან. როგორ გეკადრებ? დაბრძანდი ექიმი. მადლობთ. სოსლა, ადეკ ბიჭო, შენ დაუთმე ადგილი. რა თავი ჩაგიყვინთია დაზიცხული თოხლივითა. დაჯექი ექიმო. მადლობთ. ედე, ევაგრე. ადეკი კაცო, ხალხს დაენახე, რა შევალურ ხარ სკამებში დასანიშნი ბიჭი ხარ. აფსუს რამას ხარას გაცნეს კოლექტივი. უნდა გეჭიროთ, შენ ცოლს დაერა, შენ კიდე კუდი დაიაროთ სოფლიდან სოფელში. უმამა შენოთ რო ვერ გამოვდგებით. მამა შენიც უნდა დაგვავატო. ჩაობამ კისერში ჯაჭვსა და დათვია და დათვი. აბა, დავლიოთ. ჩვენზე კარგმა ვინ დადალიოს მამა. აქირს მიართვით, მიაწოდე. ინები. მადლობთ. აბა, ქალბატონ ელენას უგდოთ ყური. თქვენ გაგიმარჯვოთ ხალხო. ყველა კარგ ადამიანს გაუმარჯოს ამ ქვეყანას. იცოცხლე გაგიმარჯოს და. აი გენაცვალი აქიო, იცოცხლე. სამოტარიო თბილისში რომ არ იყოს. რა სისულელია. როცა ძალიან გინდა ვინმეს ნახვა, აუცილებლად ნახა. აი ბედნიერი წყვილი. მაგათთვის ახლა სხვა აღარავინ არსებობს ქვეყანაზე. შეიძლება ისე ჩამიარონ ვერც კი შემამჩნია. თუ ასე მოხდა მე ხმას არ ამოვიღე. ელენე, ღმერთო ჩემო ელენე. ჩექმები აღარ გაცვია? იქ დავტოვე. მართლა დიდი ჩექმები გაცვია? მართლა. არ გიჭირს თრევა? უშას ქირაობს. სხვა როგორ არის თქვენი საქმეები? რა არის ახალი? იცი რა სურათი გააკეთა ზაზამ? მართლა ზაზა? ლაპარაკობს რა. მაგრამ ყველაფერზე ასე უნდა თქვას. გადარეულია ქობულაძე, მოდი და ნახე. აუცილებლად ნახა. აბა წადით, გეტყობათ გეჩქერებათ. მამი და ჩემი უნდა ვნახოთ. ნუნუკა? ნუნუკა. გაგაცილებთ, ხوار გეშინია? ჩემგან მოგითხვა გადაეცით. მართლა ხომ არ გეშინია? აბა. არა, რა სამ. ხვალგელით. აუცილებლად მოვალ. როგორ არ მithყრის არაფერი. მეკითხა რა მოხდებოდა. უბრალოდ აქ იყო თუ არა. მხოლოდ დამანახვა მეტი არაფერი არ მინდა. მივალ შინ, გამოვიცვლი კაბას და წავალ. ხო მიხვდებიან რომ ახლა ჩამოვედი და მაშინვე მასთან გავიქეცი. არა. ამ საღამოს მოვითმენ, ადრე დავწვევი და ხვალ წავალ. ამ ჩამოვარდნილ კავშირში 100 ჯერ გადის ეს ლოქო და ერთი ლურს მაინც ვერ ჩაუჭედებია გასამაგრებლად. მარგუშა წავიდა. ნუ ჩქარო, დედა ძირს დასწიე და გაიღება. ой, დედა გენაცვალოს შვილო. რა გატირებს, ხალო, ჩამოვედი ხომ არ მივდივარ.
ეს რა არის? როდის გადაიღეს? ვიღაც ამხანაგის გადაუღია. თინა არ არის კარგით. ამ მატრაკოცა ციალას რა უყავია ხელში? ბატიბუს ჭამენ და იმიტომ არიან ეგრე რომ იცი. დედა, ვინმე ხომ არა ყოფილა ჩემი ამხანაგებიდან? ზაირა იყო შვილო. რაღაც წიგნი წაიღო, თინამ მისცა. წინა 1000 ერთხელ მან შემოვიდა ხოლმე. ახლა რომ შემოსულიყავი და აქ დამხვედროდა. ერთხელ რომ დამხვდა ინსტიტუტიდან რომ მოვედი. რა მოხდება ახლა რომ დააგაგუნოს? მოვახერხებდი წამოდგომა. არ გაგიჟდება რომ უთხრა მიყვარხარ მეთქი. ბორია მთხოვდა შენს მისამართს. აბა ბორი. პატარა ბორია, ვოლსკების. რა თუნდა? ჯარში წაიყვანეს. ამხელა უკვე 19 წლის გახდა და წაიყვანეს. რა იქნება ჩემი რომ იყოს? არა, ჩემი კი არა, გრძნობდი ხოლმე რომ ის მეორე ოთახში მუშაობს და მე აქეთ ვიყო. არ მინდა არაფერი, მის სუნთქოს გრძნობდი ახლოს. სულელი ვარ. ნეტავი შინ თუ იქნება ახლა. არა, დღეს რომ არ ვნახო მოვკვდები. დედა, უთა ჩართე. მიდიხარ შვილო, სადმე? ლილისთან უნდა გადავიდე ერთი წუთით. თუმცა არ გინდა უთო. შენ ნუღელა, ისინი გამომაცილებენ ლილი და ზაზა. რა დროს წასვლა? გვიან არის უკვე. დედა მაპატია მარტო რო გტოვე. თინას მე მოვასწრე. რაღაცა უნდა მაჩვენონ. ნახავ და იმ წუთშივე დავბრუნდები. ჰა? კარგი შვილი. წათა წიგნი და იქ წა. ტყუილად მივდივარ. დღეს შაბათია, შაბათს საღამოს ვინ გააჩერებს შენ? ზაუ! ამას ვის ხედავს ჩემი თვალები? როგორ აფხავხარ? კარგო გოგო. კარგად. შენ როგორ ახლა? რასაკეთე? ისევ დასვამი ხარ. არა, ირას გეფიცები. ახლა ვაპირე. მოდი იცი რა, მე და შენ დავლიოთ თითოჭიკა. მოდი დავლიოთ. დავლიოთ? არა, გეხუმრე. შენ სულხანი ხომ არ გინახავს არნე? სულხანი? სულხანმა გამომაგდო. სულხანმა? სულხანმა. როგორ გამოგაგდო? აი ისე კოხთა და ლამაზად. ხელი ეშლება მე როცა მხედავს. ეს მას ხატავს მეათე ვარიანტში და ხელი რომ არ შეეშალოს გამომაგდო. მოდი ამას თავი გავანებო და მე და შენ თითოჭიკა დავლიოთ. შენ თუ გინდა მარტო წყალი დალიე. ოღონდ ჩამომყევი. ოღონდ მეც მომყოფე შენისთანა კარგი ადამიანის გვერდით. წავითეთ. აბა ბიჭებო, კარგად იყავით. კარგად ზაური გენაცვლე, კარგად. აბა მურმანჩემო, მოგვიტანდე შეგვასმევდე ეგეც ცოტა მოვჯობინდეთ. რატომ მიყვარხარ მე შენ იცი? სხვებს არ გავხარ და იმიტომ. კარგი ერთი. მართლა. მითხარი და შენი გულისთვის ყველას ცხვირპირს ამოვანგრე. ზაურ. სხვა არაფერი შემიძლია და რა ვქნა. შენ პატარა ბიჭი ახარ. შენ გაგიმარჯოს, კარგო გოგო. შენ მართლა კარგო. დალიე რა, ძალიან გთხოვ. სულ ცოტა დალიე, სულ ცოტა. კარგად იყავი.
არავის შენი ამბავი არ აინტერესებს. რა საგეთებ? რა გაწუხებს? ადამიანს ელაპარაკები, ის კი ყურს არ გიგდებს. თავის საქმეზე ფიქრობს. ერთ წუთს არ გაიმედებიან შენთვის. ყველას დიდი რაღაცეები აქვს გასაკეთებელი. სულხანსაც, ზაზასაც, გოგისაც. ყველანი რაღაც სერიოზული ამბების შესახებ ემზადებიან. მუშაობენ. ვარჯიშობენ. იგურებიან პუნქტებზე. იწევენ თითის წვერებზე. და თუ იმეს 1 სანტიმეტრით მაინც დახევეს მაღლიდან მორჩა. კმაყოფილები არიან ყველამდე. მივალ მინდა დავჯდე და უბრალოდ უღო. ისინი კი ისე მიყურებენ, თითქოს რაღაცის წართიმას უპირებდე. არა გენაცვალე. არავისი არაფერი არ მინდა. მარტო იცით რა, ხანდახან მაჩვენეთ, ვისაც ერთად ვითამაშნია ბავშვობისას. მეგობრობა მარტო საშუალო სკოლის თემა ყოფილა. წავიდეთ რაზეო, ძალიან გთხოვ. როგორც გინდა, კარგო. გამომარჯოს. მოდი გენაცვალე. შენი კალბატონი შემიძლია. შენი ჭირი, წავრი, მოდი. აბიცა კალბატონი. საიდან მოდიხარ, სიარება? მედიკას თამადების დღეზე მივდივარ. კაფეში გამოვიარ. გამოგებინეთ ერთად. ოქტეილი თავლია, დინდეთ ვიცი, დინდა რომ არ გამოგვეკეს. პატარ-პატარა კონიაკის ხომარ მიაყოლე. ეშმაგები, ხა? ელენე. ვერიცანი? ღმერთო ჩემო, ირა. რამხელა გაზრდილა. როგორი დაიკო მყავს, ელენე, ენაცვალე. ეს რომ არ მყავდეს, ერთ დღეს ავაფეთქებდი ქვეყნიერებას. წამოდი რა ჩვენთან დაიგეთ. წაყევი ზაურ. შენი ხათრით, თორე მეამად. დღეს კოქტეილი, ხვალ პატარ-პატარა კონიაკი. და ზეგ მიბრძანდი, ზაურ, ენაცვალე, ხელს გვიშლი შენ. ნუ გენაცვალე, ჩიორება. კარგები იყავით, თქვენ გენაცვალე, ზაურ. ზაურ, მე წავა. შენ არ წამოხვალ? არა. დედა შევპირდი და ადრე მინდა მივიდე სახლში. თორემ დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი. წამოგძანდით რა ჩვენ არა, თქვენი ჭირი მე არ შემიძლია. აბა კარგად. არა ხარ საცემი ახლა. აი თქვენ გენაცვალე. რა დაემართა ამ ბიჭს? სულ swams. აი საჩემო მამაკაცი. მასაც ჩემსავით ეყვარება მსჯელობა, დარიგება, მოვლენების გაანალიზება. დააკვირდით როგორ უჭირავს თავი. აი ნახეთ თუ ასე არ იყოს. უკაცრავად თქვენ ბატონი პორფირი არ აბრძანდებით. რა ბრძანეთ ქალბატონო? ბატონი პორფირი ბრძანდებით? არა ქალბატონო. მე დღემდე იუსტინეს მეძახდე. დღეის შემდეგ სიამოვნებით გავხდებოდი პორფირი თუ თქვენ ეს სიამოვნებით. მაბატი. დიახ. დოცენტი ყავდა მეორე კურსზე და იმას მიგამსგავსეთ. თუმცა იმას პატარა ულვაში და წვერიც ჰქონდა. მაპატიეთ. არა ქალბატონო. დოცენტი კი ვარ, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, არა პორფირი, არამედ იუსტინე კალმახიცე. მაპატიეთ. არაფერია ქალბატონო. ხდება ხოლმე ასეთებიც, დიახ. მეც ანალოგიური შემთხვევა მქონდა. სოჩაში გახდით. ხედავ მოდის ვიღაც მამაკაცი. ჩემთან შეზრდილი აი ასე. გადავეხვი, გადავკოცნი. მაპატიეთ ჩემი გაჩერება. მე ჩავდივარ ქალბატონო. ქალიშვილო. მე მინდა ქალბატონო, ბოდიში გაგაცილებ ქალიშვილო, ამ შოღამისას მარტო ხომ არ გაგიშვი. მე თქვენი გაცილება არ ამჭირდება, იუსტინე თუ სერაფიო. შენი. ვა, ეს რა იქის რა ვიზა.
სიყვარელო, ლამაზო, ტკბილო. მოათქმევიე შვილო სული. დაჯდეს რა. აბაკა, როგორ ახარ? როგორ აკყავს ჭუკები, ინდაურები, გოჭები? კარგად, გენაცვალოს ჩემი თავი, კარგად. ცოტა ჭუკები დამებერნენ და თვალი ხარ? თვალი იციან. ნამდვილად თვალს გიკრავდა ვინმე. კითხავი უნდა ნახო, ელენე, მკითხავი. ნავთლუხში ყოფილა ერთი მიწა გასახეთქი გოგო. გასათხოვარი ქალიშვილი. რებს ლაპარაკობს. გაუგიჟებია თურმე ყველა. უიქა! წეღან ნახე ერთი ქალი მირბოდა. ნამდვილად იმ ნავთლუხელი მკითხავის გაგიჟებული თუ იქნებოდა. შენ შეგაჩვენა შვილო, უმესტი რას არ მოიგონებ ხოლმე? შენ მართლა, რეები დაგიწვია. შენი ბუზიკის მასწავლებელი შემხვდა კლავზიის საევნე. რეები მიამბო. სანახე. ტროლეიბუსში შემხვდა. ჩელუსკინელებთან ამოვიდა, ოპერამდე მოდიოდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ხალხის გამოლა მაინც მოასწრო. თვალი კი გამოსდროს, რაღაც რომანის წერა დაუწია. მივალ და მიკითხავს. Он был высок, строен и элегантен, как пичо. ერთხელ დაუწუნე, ვერ იქნა და ვერ დაივიწყა. სულ რომ ვერ ვნახო, მოვკვდები. არა, არ მოვკვდები. ამისთან რამის გამო არავინ არ მომკვდება და არც შენ მოვკვდები. ვინმეს უნახაობა მოკლაში, ხარ მარტო იმ შენს პატარა სოფელში. წვიმს, დალახია. ფიქრისაგანი ხომ უნდა გქონდეს რამე. ხო და იგონებ რაღაცას, რომ ვერ ვნახო მოვკვდები. შენ სასაკში არავინ არ მომკვდარა ვინმეს უნახაობით. მიდიხარ სადმე? არსად არ მივდივარ. რასიზმარი ნახე? მითხარი რა. აი რატომ ეკითხები? რასიზმარი უნდა მენახა. მაინც? ვნახე ვითომ ცხენზე ზიხარ. უფრთხილდიავად არ გახდა. ალბათ არა. სურდო მაინც შეგეყრება. მაქვს უკვე სურდო. აი ხო გეუბნებოდი, ახლა მეც გადავნებ. წადი აქედან. წავალ. მოიცა. გინდა მამიდასთან წავიდეთ. წავიდეთ. გამარჯობა ძიაბაგრა. моя прекрасная Елена. Расები, გოგონა, ჯერ კიდევ არ გათხოვილ ხარ?
დაბრმავებულად ქვეყანა და ის არის. რა ვქნა, ძალით ხომ არ ავეკიდები ვინმე. აბა როგორ, დიდია, აკიდებით არა, მაგრამ რაღაცა უნდა იყონ, რომ შენ ცოტა უნდა გაბედო, გენაცვალე. მართლაც შნო უნდა ძია ბაგრატ. დიდი შნიანი ვიმენახე ჩვენი მარგუშა ხელსახოცებივით რომ იცრის კავადეს. შენ რომ შეგიძლია ბიძია იმდენი კონსტანტინე დადიშკენიას არ შეეძლო მგონი, მაგრამ არ გინდა გვაწამო ქორწილი და ეგა. კარგად იყავი შენ გენაცვალე შენ. თინა. სადახ? რა იბილეს? ელე ბატონო, ეკლესიაში გამოიარე და ღვთისმშობელს. სანთელია უნდა ჩემს მაგივრად. ყოველ შაბათს უნთებ, მაგრამ ეხლა ისი ამდგიდა მუხლები რომ ფეხის გადადგმაც. არ გიდე დედა ეკა, ფული მაქვს. არაში. სანთელი საკუთარი ფულით უნდა იყიდო. 100-ია წელი. რაღან 100? ელენე, ა? გამარჯობა. როგორ ახარ მოღალატე? ისე რა. თინა გაიცანი, ეს ნათელა ნასიფია, ექიმი პედიატრი, მაგრამ ხომ გასკინო ვარს? კარგია. აღარ ტირი ხარ? თელი ღამეები ტირო და თბილისში მინდა. რაც მე მაშინ დღეში ვიყავი. მაინც სულ არ გენატრება იქაურო. ენატრება კი არა და ის არ გინდა. დანიშნეს ვინმე ჩემს მაგივრად. ჯერჯერობით არ არის, გვირდებიან. ახლა პედიატრიც მე ვარ, ქირურგი და ვეტერინარიც კი გამხადეს უკვე. Какая вы симпатичная. ო, ვიძილი გაგოუსპია. ხომ გეუბნებოდი, ნამდვილი კინო ვარსკვლავი ხარ. ისევე პატარა ოთახშია თქვენი პუნქტი შეგუჭული. უკაცრავად, ჩვენ 2 სართულიან შენობაში. ხო? რაც ამან ირბინა იმ პუნქტის შენობის მისაღება. რატომ გახდი? ძალიანაც კარგი თუ გახდა. შენ ნუერევი უფროსების ლაპარაკი. მოკლედ გამოუსწორებელი ენთუზიასტი. აბა კარგად იყავი გენაცვალე. კარგად. მომიკითხე შენი ქათმები, ძროხები, გოჭები და ინდავრები. დიდი სიამოვნებით. ნახმარდის კარგად იყავით. ამაზე ამბობდი, ლამაზიაო. ამბობდი და არის კიდეც. ეს ახალი ფილმი ნახე? ვნახე ჩვენს კლუბში, მაგრამ კაცი მღეროდა თუ ხალი ვერ გავიგე. გამარჯობა. გამარჯობა. დიდა ლაკაშკია გაჯო. როგორ ახარ? ისევ სოფელში ცხოვრობ? არ მოგწინდა? არა მაქვს მოწყენის დრო. რატომ გახდი ასე? იმიტომ რომ სუკანი ქალები არ არიან მოდაში. კარგად იყავი. ნახვამდის. კიდე ვინმემ რომ მკითხოს, რატომ ხარ ასე გამختارიო, ნამდვილად გავგიჟდები. ჩემი პროფესორი. რამდენი ხანია არ მინახავს. უნდა მოვიკითხო. ო, წამოერთი, არ გეზარება? იმას მაინც არ მკითხავს, რატომ ხარ ასე გამختارიო. გამარჯობათ, ბატონო პროფესორი. ო, ჩემო კუდრაჟა გოგონი. სად მუშაობ? სოფელში. ხო, გვაყოფილი ხარ? დიახ. რატომ ხარ ასეთი გამხდარი? რა ვიცი, ბევრს მუშაობ. ო, ეს არ შეიძლება, არ შეიძლება. მუშაობის შემდეგ დასვენება ასაჭირო. აბა კარგად იყავი. ვეცდები დავისვენ. აღარ გნახო ასე გამხდარი. ნახვამდის. გიждები, ნუ თუ შეზე გავხტარი არავინ უნახავს ამხავს. არ გამიჭირეს საქმე? ამას წინათ აქ ბიჭები იყვნენ, იცი ერთმა. აი ეს ბიჭი მოგწონს. კარგი ბიჭია, ხო იცი? ვინ არის? ამან გუშინ ტროლეიბუსში 3 მანეთი ამომაცა. კარგი ერთი. მართლა. სულხანი და ესმა შევხვდნენ გუშინზე. შენზე უთხარი, შეიძლება კვირას ჩამოვიდეს მეთქი. ხო? უსინდისო სულხანი. ერთხელაც არ უკითხი ხარ, რაც გაგაცილე. ყავს გამოჭერილი მტუპიაჩკა ესმას და დაატარებს საითაც უნდა. აბა შენიცი არავინ დაგრჩეს გავლანწყავი. ხომ გეუბნები ნამდვილი კლავძიისაებნა ხარ უკვე. აბა, ტურფებო ლამაზებო. რა გვიღირს ბიძაჯან? თინა. ერთი მანეთი თქვენისთანა ლამაზი გოგონებისათვის. ო, მანეთი კი არა. აი ეს იყოს. ეგა? ინებეთ? ეგრე ლამაზად გატაროთ ცხოვრება. მადლობა. აბა შენახარ, აი. წამო. აბა, ტურფებო ლამაზებო.
რა საშინელი ყინვა იყო 55 თუ 56 წელს. აი სწორედ აქ დამისხდა ფეხი. მერე მთელი თვე ტრაბახობდა რა მარჯვე დამიჭირა. საერთოდაც უყვარს ტრაბახი. თუმცა ვერ გაიგებ ტრაბახოს თუ დასცინის თავის თავს. თინა წახვალ შენ. საწავალ ქალო. ჩაჯექი ავტობუსი და წადი მამიდასთან. მეც მალე მოვა. არ საძვალ. სულხანთან უნდა ავიდე ერთი წუთით. საქმე მაქვს. აქ დაგეცდე. იდექიება ლაზღანდარა ბიჭივით. წადი და მოვალ მეც. აჰა. კი ბატონო, არ დაეძბიანო და. სულხანი მაინც არ დაგიხვდება სახლში. რა იცი? უთენი ამოადგებოდა ესმა და წაიყვანდა სად. იცი რას გეტყვი ესმას თავი დაანებე რომ მოყევიან აჭარტალა დედაგაცივით. აგერ მოდის ავტობუსი ჩაჯექი და წადი. რატომ გამკარით მხარი? მე თქვენ გეკითხებით. რატომ გამკარით? ქალიშვილა, თქვენ გეკითხებით. ნუ არ გესმით არა რას გეუბნებით. აი ახლა რომ გამეარეთ გვერდში, რატომ გამკარით, ა? ნუ ქალიშვილა. ბოდიში. ბოდიში არ შველის მაგ საქმეს. თქვენ მე ძალით გამკარით. როგორ გეკადრებათ უნებურად მომივიდეთ? რა უნებურად? ვიცი რა უნებურადაც მოგივიდეთ. და საერთოდ თქვენ ყველა ერთნაირი ნუ გონიათ, გაიგეთ? და გაგიშნები ბიჭო რა, ერთი წუთით ქუჩაში წესიერად ვერ გაჩერდები. აუცილებლად გაგივლიან გვერდზე და შეურაცხყოფას მოგაყენებ. აი რა დაგიშევეთ? აი მითხარით რა დაგიშევეთ? აი ქალიშვილო, რატომ მომაყენეთ შეურაცხყოფას? როგორ ბედარ? თქვენ ყველა ერთნაირი ნუ გონიათ. მოგძანდით აქ? ღმერთო ჩემო პირველად ვხედავ ვარს. ქალისათვის რომ ჩხუბი აეტახოს რატომ ამეკარა? უნგრული მონუმენტი. რამდენი ხანი არ ყოფილა გასაყიდად. ბოლო თქვენ ახართ? დიახ. ასე ჩემსავით გამოსწორებული ყოფილა ვიღაცა. ღმერთო ნეტავი ვერ დამინახოს. იმდენი ლაპარაკი იცის გამოაშტარებს კაცს. გადავრჩი. სიყვარულზეა? სულ სიყვარულზეა, ბაშო. წუხან მკითხულობდი, იცი რა ლექსებია?
მადლობთ. მადლობთ. მომეცით ბატონო მეც. მეტი არ არის ბატონო, ეგ ერთი იყო. რა თქმა უნდა, ვინ გააჩერებდა. თქვენ ბედი ქონიათ კალიშვილი? გამარჯობათ ბატონო რევას. ოჰ, ქალბატონ ჰელენეს ვახლავ. მართლაც ბედი ქონიათ მშვენიერი გამოცემა. მოგდიეთ ერთ წუთი. ინებ. სენინი. Ай. Белой березы под моим окном принакрыло снегом, точно серебром. На пушистых ветках снежной каймой распустились кисти белой бахромой. И стоит береза в сонной тишине, и горят снежинки в золотом огне, а заря лениво, обходя кругом, обсыпает ветки новым серебром. И небет. კარგად. თქვენ საკეთ? დიახ, თქვენ? მაშინ კიდევ ერთხელ შეიძლება. კი ბატონო. მაპატიეთ ქალბატონ ელენე, ერთი სუთით, მხოლოდ ერთი სუთით. რა ვქნა? Მიყვარს, ძალიან მიყვარს. И уютная жидкая лунность и тоска бесконечных равнин. Вот что видел я в резвую юность, что, любя, проклинал не один по дорогам усохшие вербы и тележная песня колес. И за что не хотел я теперь бы, чтоб мне слушать ее привелось. Командовал Церфасов. Будущий, настоящий гацухет каргацанделус. Ура, თქვენ საკეთ? დიახ, თქვენ? რა კარგია. совсем. Кабатон Елена, будущий კიდევ ერთხელ შეიძლება. მოგადიეთ როგორ გაწუხებთ. Не жалею, не зову, не плачу. Все пройдет, как спелых яблон дым. Увяданные золотом охвачены, я не буду больше молодым. Я теперь скупее стал в желаниях, жизнь моя, аль ты приснилась мне, словно я весенней гулкой ранью проскакал на розовом коне. Все мы в этом мире тленны, тихо льется с кленов листьев медь. Будь же ты вовек благословенна, что пришло процвесть и умереть. შესანიშნავია. თქვენ მსახიობი უნდა გამოსულიყავით. მადლობთ, ცეცხლი. ოღონდ თქვენ საკეთ? თქვენ. თქვენი მეუღლე როგორ ბრძანდება? Მეუღле? Ჩემი? Дия. Чтоб мудро жизнь прожить, знать надобно немало. Два важных правила запомни для начала. Ты лучше голодай, чем что попало есть. И лучше быть один, чем вместе с кем попало. Блажен, кто знает сладострастие высоких мыслей и стихов. Კარგად იყავ. Ой, იხრი. ბედნიერ. კარგად. ძლივს არ დავშორდით ერთმანეთს. მადლობთ. მოდის ვიხდი. მაგრამ თქვენ რაღაც უნდა გაწუხებდეთ. მე? არაფერი არ მაწუხებს. საერთოდ. არა. მე ვიფიქრე, რაიმე უსიამოვნება ხომ არ შეგემთხვათ ან ვინმე ხომ არ გაწენინათ. თქვენ რაღაცა დაფიქრებული მოდიოდით. არა, არავითარი უსიამოვნება არ შემთხვევია. ენებავთ ნახი. არა, მადლობთ. მაშინ საგაზაფხულო გამოფენა დავათვალიეროთ. იცით, ძალიან მეჩქარება. აბა რა ვქნა, როგორ გაგართოთ? გინდათ ახალი ფილმი ვნახოთ? ხომ გითხარით, ძალიან მეჩქარება. კარგი, ბოდიში. ფრთხილად იარეთ. ხომ ხედავთ როგორი მოძრაობაა? ვეცდები. იმასაც ასე ჰქონდა ის უცნაური ქურთუკი გადაკიდებული. შარშან რო შემოხვდა. უხდება კი. თუმცა იმას ყველაფერი უხდება. ძველიც და ახალიც. ჩვეულებრივიც და უცნაურიც.
ვინ არის? მე ვარ დედა ნინო. ელენე. აბა ელენე. ელენე. გამარჯობა. გენაცვალე. შეიძლება? შემოდი. სადახარ რომ ერთხელ აღარ შემოევლე. სულხანი და ესმა დილაუთენია წავიდნენ კახეთში ესმას მანქანით. მომეცი გენაცვალე საწიმარი. არა დედა ნინო, მე ერთი არ გაგეშებ უნდა დარჩეთ ჩემთან. მოდი შვილო. როგორ ახარ გენაცვალე? მადლობთ კარგი. ვეღარ ვიცარ. სულხანის ნახვა მინდოდა. მაინტერესებდა რა გააკეთა ამ ბოლო დროს. მაგრამ არ მინდა უიმისა. უიმე რა სამოფ ელენე გენაცვალე. დაათვალიერე გენაცვალე რაც გინდოდეს.